ქალბატონი თამარ ცანავა, რომელიც მინდა წარვადგინო ახლა თქვენს წინაშე, ეს არის ადამიანი, რომელიც 35 წლიანი გამოცდილებით არის ტრადიციულ მედიცინაში, არის ოჯახის ექიმი, პედიატრი და უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციური პროდუქტებით მუშაობს. ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს, რა თქმა უნდა, შედეგებით და სწორედ აი ქალბატონ თამარს მინდა რომ დავუთმო ეს ვირტუალური სცენა, რომ თავისი გამოცდილება გაგვიზიაროს, თურისთვის არის კარგი ეს ფუნქციური პროდუქტები და როგორ დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო ჯანმრთელები და ლამაზები ვიყოთ და თუ რაიმე პრობლემა არის დასაწყის ეტაპზე, როგორ შეიძლება რომ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და გამოვიჯანმრთელოთ ჩვენი თავი. ქალბატონო თამარ, მე მგონი ჩართულია თქვენი კამერაც და მიკროფონიც და მოგიხმობთ ახლა. მოგესალმებით. გავაგრძელებ მედიას პრეზენტაციას და ვისაუბრებ ფუნქციურ პროდუქტებზე. ზოგადად ფუნქციური პროდუქტები ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომლებიც მუშაობენ სისტემურად, სინერგიულად, მთლიანად ორგანიზმზე და არის ფორმულები, რაც მთავარია და საკვები დანამატები წინა საუკუნის ცნებაა და დღევანდელ დღეს უკვე მეცნიერება ისე წავიდა და მედიცინა, რომ უკვე სხვა დონეზე მუშაობს ეს საკვები დანამატები და მათ ჩვენ უწოდებთ ფუნქციურ პროდუქტებს. ზოგადად ფუნქციური პროდუქტების საჭიროებაზე რამოდენიმე სიტყვას გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის ისმის ხო ჩემი ხმა კარგად. საჭიროება ადამიანისთვის დადგა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში, მაშინ იგრძნეს, რომ ადამიანს ჭირდება დახმარება ჯანმრთელობის კუთხით, იმიტომ რომ მაშინ უფრო გამახვილებული იყო ყურადღება საკვების დეფიციტზე და როგორც შემავსებელი ხო სხვადასხვა ინგრედიენტების, აი ასე ხმარობდნენ მაშინ ამ საკვებ დანამატებს. შემდგომში უკვე ძალიან გახშირდა ავადმყოფობების, სიმსივნეების, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და მოითხოვა თვითონ მეცნიერებამ მოითხოვა თვითონ, რომ სხვა მიდგომა ყოფილიყო და ამიტომ გააკეთეს ეს ფორმულები სხვადასხვა ინგრედიენტებით, მცენარეულით, რა თქმა უნდა, ბუნებრივით, ნატურალურით, უსაფრთხოება აუცილებელია ამ კომპონენტში და რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ხო ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო ძალიან მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, საკვებით, აერით, წყლით შემოდის უამრავი მავნე ნივთიერება, რომელსაც ანეიტრალებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზმი, მას აქვს ამის ბუნებრივი რესურსები, მაგრამ რაღაც დონემდე და ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობა ნელ-ნელა მცირდება და ამიტომ ვითარდება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგადად ეს არის გამომწვევი იმ ჩვენი დაბინძურებული ორგანიზმი ზუსტად რომ არის მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა დაავადებები განვითარდეს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საკვების დეფიციტიც, საკვებში საკვები ნივთიერებების დეფიციტი. ეს უკვე ყველაფრიდან გრძნობთ, ხო, როცა ჩვენ ის სუნი არ აქვს ხილს, ბოსტნეულს, სხვადასხვა რასაც მივირთმევდით და მიჩვეული ვიყავით ადრე ის გემო არ აქვს. ესეც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა მოქმედებს სტრესი, რომელიც უკვე 21 საუკუნეში ძალიან გახშირდა სტრესული მდგომარეობები და ამ სტრესის ფონზე კიდევ დამატებით ჩვენს ორგანიზმს ექნება პრობლემები. ამასთან საბრძოლველად ზუსტად რომ აი ეს ფორმულები არის საჭირო, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ანუ ორგანიზმი საჭიროებს დეტოქსიკაციას, ანუ გამოტანას აი ამ დაგროვილი მავნე ნივთიერებების, რომელიც ქსოვილებშია, უჯრედებშია, ჩვენს კუჭნაწლავშია, სისხლძარღვებშია, ამის გამოტანა აუცილებელია და ამავე დროს შევსება ის, რაც აკლია ჩვენს ორგანოებს, რომ ნორმალურად იფუნქციონირონ, ხო? და სტრესის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, საჭიროა ბევრი რამე ხდება ჩვენს თანამედროვე აი ესეთ ყოფაში, ძალიან ბევრი ფსიქოლოგები მუშაობენ, ბევრი
ადამიანი ცდილობს რომ გაუმკლავდეს ამ სტრესულ მდგომარეობას, მაგრამ აი მცენარეული და ნატურალური საშუალებების წახმარებაც არის აუცილებელი და ამიტომ ზუსტად ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჯიფუმ როგორც კომპანიამ ყველაზე თანამედროვე კომპანია დღეს, რომელიც აი ასე ჰიბრიდულ სამუშაოს აკეთებს, ის რაც მედიამ ჩამოთვალა ხო ადამიანს რა ახალისებს ცხოვრებას და რა უხანგრძლივებს ცხოვრებას, რომ იყოს კარგ განწყობაზე, იყოს მოგზაურობის ხასიათზე, ისწავლოს, განათლება მიიღოს, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსები გამოიმუშაოს და ამავე დროს მიხედოს თავის ჯანმრთელობას და იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე. არა მარტო იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა გვისმენენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრები და ბავშვები ძალიან ბევრს გყავთ, ბავშვობის ასაკიდან უნდა დაიწყოს აი ეს ზრუნვა. რას გთავაზობთ ახლა ჩვენ? პირველი რაც შემიძლია გაგაცნოთ, ეს არის ხო, სერტიფიკატები ძალიან ბევრი თხოვლობს, სერტიფიკატებს, კვლევებს, მართლაც რომ მრავალწლიანია ესეთი კვლევები უდევს საფუძვლად ყველა ჯიფუს პროდუქტს და ეს სერტიფიკატები თქვენს ეკრანზეა ამ წუთას. მე ახლა დავიწყებ ლივით. ლივი ეს არის ფუნქციური პროდუქტი, მრავალფუნქციური, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ისეთი შემადგენლობა აქვს, ისეთი ფორმულა, ისეთი სინერგია, რომ თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს, რაც ჩვენს ორგანიზმშია და ის რაც მე ჩამოვთვალე, ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ხო, აი ანთებების საწინააღმდეგო მოქმედება, სტრესის შემაკავებელი მოქმედება, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, მეტაბოლური პროცესების მოწესრიგება, აი ამაში პოლი არ აქვს ლივს და ის არის ყველაზე თანამედროვე ფორმულა დღეს ანტიოქსიდანტური ფორმულა და მასში შემავალი ინგრედიენტები გადავიდეთ ხო გაჩვენოთ ლივის ხო და ყველაზე დიდი ძლიერი ანტიოქსიდანტები შედის და ჩამონათვალი უბრალოდ რომ გავაკეთოთ სწრაფად ხო ჩვენ უბრალოდ თვითოული ინგრედიენტი იმდენად ძვირია საკვებად რომ მივიღოთ ხო ეს არის ძალიან ძვირი უჯდება ადამიანს და აი აქ არის ყველაფერი მოქცეული და ეს არის მოცვი, მუქი ალუბალი, ბროწეულის ექსტრაქტი, ეს არის მწვანე ჩაი, ალოევერა, ამერიკიდან ხილი და კენკრა, საი, აცეროლა, შტოში, ცნობილი ანტიოქსიდანტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, გოჯიბერი და რაც მთავარია, აქ არის რესვერატროლი, რომელიც მიიღება შავი ყურძნის კანის ქერქიდან. რომელიც არის ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი დღევანდელ ანტიოქსიდანტებს შორის, რაც კი არის ცნობილი და რითი გამოირჩევა, რომ ძალიან ღრმად აღწევს უჯრედის შიგნით, აკეთებს უჯრედის დაცვას თავისუფალი რადიკალებისაგან, მავნეზე მოქმედებისაგან მათი და ამავე დროს თუ არის დაზიანებები, რასაც მოერება რა თქმა უნდა, ამ დაზიანებების აღდგენა ხდება დნმ-ის დონეზე და მთავარი ინგრედიენტი კიდევ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი აქ არის გლუტათიონი, ეს არის ღვიძლის ფერმენტი, რომელიც მუშაობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებაზე. ღვიძლს 500-მდე ფუნქცია აკისრია და მათ შორის მთავარი ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ეს არის დეტოქსიკაციის ფუნქცია, ანუ შემაკავებელი ფუნქცია. მას აქვს ფილტრის ფუნქცია დაკისრებული, რომ არ გადავიდეს ის, რაც მოხდება სისხლის მიმოქცევაში, არ გადავიდეს დაუშვათ ვენური სისხლის მიმოქცევიდან არტერიულში და პირიქით, რა თქმა უნდა, და ამის გამოყოფა მოხდება გამომყოფი ორგანოებით, თირკმლით, კუჭნაწლავით, კანის გზით, ხო, საოფლე-ჯირკვლებით. ამიტომ გლუტათიონის ჩართვა აი ამ ფორმულაში ჩვენ მოგვცა ის, რომ ძალიან სწრაფად, რა თქმა უნდა, რესვერატროლთან ერთად ძალიან სწრაფად იწყება ცვლილებები უკეთესობისკენ, რაც არ უნდა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს ადამიანს, ხო, ეს არის იგივე დიაბეტის დასაწყისი თუ არის მეტაბოლური პროცესები, ფარისებრ ჯირკვალზე, თუ არის ძვლებზე, სახსრებზე ანთებითი პროცესები, თუ არის კუჭნაწლავში ანთებითი პროცესები, თუ არის ნერვული სისტემაში რაღაცა ფუნქციური ფუნქციის დარღვევები, ხო? აი ამ ყველაფერზე ერთდროულად მუშაობს ლივი
როგორც დეტოქსიკატორი, როგორც ანთების საწინააღმდეგო, როგორც სიმსივნის პრევენცია, მოდი ესე დავარქვათ ამას, და სტრესის ანტისტრესულიც კი. შემდგომი ჩვენი პროდუქტი მოხმარების შედეგებს დღეს არ საუბრობთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი შედეგებია, რომელსაც თქვენი მომწვევები გადმოგცემენ, რა თქმა უნდა, აი ამ შედეგების ჩანაწერები არის, ადამიანები ყვებიან მომხმარებლები თუ რა სიკეთე გაუკეთა ლივმა და სხვა პროდუქტებმა ჩვენს ჯანმრთელობას. შემდგომი ჩვენი პროდუქტი ეს არის ჯენ3, დღეს კოლაგენის მოთხოვნილება ბაზარზე ძალიან დიდია. უამრავი სახის კოლაგენი შემოდის, სხვადასხვა ხარისხის, რა თქმა უნდა, არის მაღალი ხარისხის კოლაგენი, არის საშუალო, რა თქმა უნდა, და ჩვენი კოლაგენი გამოირჩევა სწორედაც რომ იმ ფორმულით, რომელიც კოლაგენთან ერთად სხვა ინგრედიენტებიც არის შესული, მათ შორის არის ელასტინი, ეს მეორე ცილა, რთული ცილა, როგორც კოლაგენი, რომელიც ჩვენი ძვლებისთვის, სახსრებისთვის, ჩვენი შინაგანი ორგანოებისთვის, სადაც შემაერთებელი ქსოვილია, ყველგან საჭიროა კოლაგენი და ეს სილამაზის სასმელსაც უწოდებენ, ძირითადად მაინც სილამაზეზე ზრუნვა აქაც არის, ხო, შიგნიდან გარეთ, ანუ შინაგანიდან იწყება და გარეთ გამოვლინდება უკვე არაჩვეულებრივი კანის მდგომარეობით, ელასტიური ტენიანი კანი, უამრავი რაღაცა პრობლემა თუ აკანს, ხო, ამის ალაგებას ეხმარება, თმების ცვენას ეხმარება და თმის შენარჩუნებას, ხარისხის შენარჩუნებას ეხმარება, ჭხილების მტრევადობა, ხო, ეს ძვლებთან, სახსრებთანაც არის დაკავშირებული და აი ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ძალიან დიდ შედეგებს ამ კოლაგენის მოხმარების მერე. ჯენ3 ასე ქვია ამ კოლაგენს და ადამიანები ამბობენ, რომ მათ მოუწესრიგდათ კანის მდგომარეობა, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უფრო ლამაზები არიან, უფრო თმის ცვენა შეუჩერდათ, ხარისხი გაუმჯობეს და წნევების ცვალებადობაზეც კი მოქმედებს, იმიტომ რომ სისხლძარღვებსაც ჭირდება ეს კოლაგენი და ელასტინი, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, გარედან მიწოდება და შიგნითაც სინთეზი რო ხდება კოლაგენის, აი ორივეზე მოქმედებს ასეთი განსხვავებულია ჩვენი კოლაგენი, იმიტომ რომ ამ ფორმულაში არის ცინკი, თუთია უფრო სწორედ, აქ არის ამინომჟავები, აქ არის ბეჭდგუფის ვიტამინები, აქ არის სხვა კიდევ კომპონენტები, ანტიოქსიდანტური ფორმულაც არის, ანუ ბევრი ანტიოქსიდანტი შედის, ამიტომ არის რომ გარდა იმისა, რაც მე ჩამოვთვალე, გარდა ამისა ძალიან უწყობს ხელს ჩვენს ჯანმრთელობას ყველა მიმართულებით, მოკლედ. ისეთ რამეებს იტყვიან ხოლმე კოლაგენთან არაფერ კავშირში რო არ არის, აი ამ მოხმარების შემდეგ ადამიანები ძილის მოწესრიგებაზეც კი ასე უთქვიათ ხოლმე. შემდგომი ჩვენი პროდუქტი ეს არის სტემების სერია, კი ბატონო, სტემების ესეთი სამი კომპონენტი არის აი ამ სტემის სერიაში და სამივეს აქვს თავისი დანიშნულება. ჩვენ ვიცით, რომ დაბერების პროცესები და ნაადრევი დაბერება განსაკუთრებით ძალიან დიდი პრობლემაა დღეს მსოფლიოში და ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც მუშაობს გამაახალგაზრდებელი ასეთი მეცნიერება და ეს მეცნიერები ცდილობენ ყოველთვის გამოიკლიონ თუ რა მიზეზები იწვევს აი ამ ნაადრევ დაბერებას ანახლავს, რა თქმა უნდა, უამრავი დაავადება და ქრონიკული დაავადებები და რა იწვევს სხვადასხვა მიზეზებია, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზია, მაგრამ მათ შორის გამოყვეს, რომ ეს არის ტელომერების ქრომოსომაზე ქრომოსომის დამცველი ტელომერების დამოკლება და იშლება, მერე ქრომოსომა და უჯრედი იშლება და უამრავ ტოქსინსაც გამოყოფს აი ამ დაშლის პერიოდში და აღდგენას ვერ ასწრებს. ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ტელომერები ნელ-ნელა მოკლდება. არის დნმ-ზე უკვე ვისაუბრე, იმიტომ რომ დნმ-ის დაცვა ეს არის ანტიოქსიდანტების საქმე და დნმ-ის დაზიანება იწვევს სწორედ ნაადრევ დაბერებას, ხო, სხვა უჯრედების შიგნით და ამაზე მუშაობს აი ეს თავისუფალი რადიკალები, რაც ვახსენე და ფეროვანი უჯრედები, რაც მთავარია დღეს
ტრენდი არის ღეროვან უჯრედებზე, უამრავი მასალა არის, უამრავი ინფორმაცია არის, როგორ მუშაობენ ამ ღეროვანი უჯრედების გააქტიურებაზე, ოპერაციებიც კი კეთდება, გადანერგვები კეთდება ღეროვანი უჯრედების მეშვეობით, ნაყოფის სისხლს ინახავენ, ხო, შემდგომში რამე რო დაჭირდეს დაუშვათ აღდგენითი პროცესებისთვის სხვადასხვა დაავადებების დროს და ჩვენს ღეროვანი უჯრედების დანიშნულება ის არის, რომ სწრაფად მივიდნენ დაზიანების ადგილას და ჩაენაცვლონ, ანუ გარდაიქმნან იმ უჯრედებად, რომელი ორგანოც არის დაზიანებული და ეს ძალიან სწრაფად ხდება, სეკუნდებში, წამებში ხდება ეს და ვერც გრძნობთ ამას, მაგრამ თუ ღეროვანი უჯრედები არ არის სათანადო რაოდენობით, არ არის აქტიური, ხო? და ეს სწორედ ეს ხდება ასაკთან ერთად, ამიტომ არის რომ ადამიანები დაბერებას კიდევ ძალიან დიდი პროცენტი არის ღეროვან უჯრედებზე დამოკიდებული. ანუ აი ამ სამი მიზეზიდან ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ აი ამ სამივე მიზეზზე მომუშავე არის STEMI 3D და STEMI, უბრალოდ STEMI ქვია. ფლაკონები არის, რომელშიც არის კაფსულები და ამ კაფსულებში არ ვიცი მთელი მეცნიერული ცოდნა არის ჩადებული. STEMI 3D-ში დამატებით კიდე აი ამ იგივე რესვერატროლით შედის, გლუტათიონით შედის და ამასთან ერთად აი ეს ღეროვან უჯრედებზე და ტელომერებზე მუშავეც შედის, მაგრამ აქ დაამატეს NAD+, რომელიც ასევე ტრენდული გახდა დღეს მეცნიერებაში და უამრავი მეცნიერი მუშაობს და კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების მიმდინარეობის პროცესში ძალიან ბევრი სიკეთე გამოიკვეთა, რაც NAD+-მა შეიძლება ადამიანს გაუკეთოს. აქ შედის NAD+-ის სინთეზისთვის საჭირო წინამორბედი ფორმები NAD+-ის და ეს იწვევს სწორედ უჯრედის შიგნით მიტოქონდრიებში ენერგიის მომატებას. ანუ ენერგია ყველა უჯრედს ჭირდება იმისათვის, რომ თავის საქმე გააკეთოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და ახალი უჯრედების წარმოქმნაში, ხო? ამისთვის არის 3D. STEM-ში გაძლიერებულად არის ღეროვან უჯრედებზე მომუშავე მცენარეული ინგრედიენტები, აი ამ სამ მიზეზზე მომუშავე ინგრედიენტებთან ერთად და აი STEM-ის 3D-ს და STEM-ის ერთდროულად მიღება ან ცალ-ცალკე მიღება და ოღონდ გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ განმაპირობებელია იმის, რომ უამრავი ადამიანი თან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ამჩნევს თავის თავს და თან კიდევ ნაადრევ დაბერებას უშლის ხელს და ბიოლოგიური ასაკი ფაქტიურად აი ამ პროდუქტების მოხმარების შემდეგ 10 წლით მინიმუმ ახალგაზრდდება ჩვენი ორგანიზმი და მისი უჯრედები. შემდეგი ეს პროდუქტი არის STEMI OMG, ასე ქვია, ამ პროდუქტს ეს არის ომეგა-3-ის არაჩვეულებრივი ფორმულა, რომ აქ არა მარტო ომეგა-3 არის, ანუ როგორც ჯიფუს ახასიათებს, რომ ეს ფორმულები საუკეთესო ყველაზე მეცნიერულად დასაბუთებული ინგრედიენტებით შეავსოს, აქ არის ჯერ ერთი რომ თვითონ ომეგა არის ყველაზე მაღალი ხარისხის ინგრედიენტის ფორმით, ეს არის 90%, აქ არის ტრიგლიცერიდული ფორმა, რომელიც უფრო ძვირი ჯდება, რა თქმა უნდა, ვიდრე სხვა ფორმები, მაგრამ ეს არის 90%-ით შეწოვადი ფორმა, მინდა გითხრათ, დანარჩენი ზეითუნის ზეთისხილისგან გამოსული ინგრედიენტი არის 10%, არის ანტიოქსიდანტები ფორმულაში, ანუ ყველგან არის ეს ანტიოქსიდანტები, რომ უჯრედული დაცვა გააკეთოს პარალელურად იმისა, რომ ომეგა-3-ის დეფიციტი შეავსოს, აქ არის ზღვის ქაცვის ყურძნის ექსტრაქტი, ანუ აქ DNM-ზე მომუშავე, ღეროვან უჯრედებზე მომუშავე კომპონენტებია სხვათა შორის და პლუს ამას D3 ვიტამინი, იმიტომ რომ D3 ვიტამინი ამ ფორმულაში შედის ერთ კაფსულაში 500 ერთეულია და ეს არის ბავშვისთვის ერთი კაფსულა დოზა, დიდისთვის ორი კაფსულა, რომ 1000 ერთეულამდე მიიღოს დღეში. ეს არის საერთაშორისო ცნობილი ასეთი დღიური ნორმა D3 ვიტამინის და სწორედაც რომ დღევანდელი კვლევებით
ძალიან დიდი დოზებით D3 ვიტამინი, თუნდაც დეფიციტის დროს, D3 ვიტამინის უკმარისობის დროს გააკეთეს ესეთი კვლევა, რომ უმჯობესია ყოველდღიურად და დიდი ხნის განმავლობაში მიიღოს ორგანიზმმა D3 ვიტამინი, ვიდრე აი ასეთი დიდი დოზებით, იმიტომ რომ ამას თავისი უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. შემიძლია გითხრათ, რომ ომეგა-3-ზე ეს არის გულისთვის, გულის ჯანმრთელობისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ძვლებისთვის, სახსრებისთვის, ანუ აი ეს ფორმულა არის არაჩვეულებრივი დამხმარე საშუალება, რომელიც ყველა ესეთ პრობლემას თავიდან აგვაცილებს, რა თქმა უნდა, მსუბუქ პრობლემებზეა საუბარი, თუ კი უფრო რთული პრობლემებია სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში და ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ომეგა-3-ის მიღების მერე გაუმჯობესდა წნევებზეც კი იმოქმედა, ძილზე იმოქმედა, მეხსიერებაზე იმოქმედა და ყურადღების კონცენტრაციაზე და უფრო მეტად დასწავლის უნარი წამოვიდა მოწაფეებში, ხო, ბავშვებში და ფიზიკურ განვითარებაზეც კი იმოქმედა. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ბავშვი 11 წლის ბავშვმა 4 სანტიმეტრი ორთვიანი მიღების მერე მოიმატა, როცა შეჩერებული ჰქონდა ზრდა. აი ეს შემიძლია გითხრათ ომეგა-3-ზე და ბაოპლუსზე გადავიდეთ. მედეა ბაოპლუსი ეს არის 15 წელია უკვე ამ პროდუქტს მე ვიცნობ და ვიყენებ საკუთარი თავისთვისაც და უამრავ ათასობით ადამიანს გავუწია რეკომენდაცია, რომ მიეღოთ ეს პროდუქტი. ეს არის პირველ რიგში კუჭნაწლავიდან მომუშავე პირველ რიგში და შემდგომ ისეთი კომპონენტებიც არის, რომელიც ზოგადად აი ამ ფორმულის გამო მთელ ორგანიზმზე მუშაობენ დადებითად. კუჭნაწლავის პრობლემები ჩვენ ვიცით, გაგვიგია ხო, ბევრი საუბრობს ამაზე, რომ 70-80% დაავადებების სწორედ კუჭნაწლავის პრობლემების გამო წარმოიშვება ორგანიზმში და ეს ამას ხელს უწყობს რა, რომ ის საკვები, რომელიც შედის და შეიცავს უამრავ ტოქსინებს, შემავსებლებს, კონსერვატორებს, აღებავებს, ეს ხო ქიმიური ნივთიერებებია, რომელიც რა თქმა უნდა გამოიყოფა, მაგრამ ნაწილი რჩება და კუჭნაწლავი ხდება ნაწლავების ლორწოვანი, უფრო სწორედ ნელ-ნელა ილექება წლებთან ერთად უამრავი ნაგავი ბრჭყალებში რჩება კუჭნაწლავის ზედაპირზე და რატომ არის ცუდი ეს მომენტი, რომ შეწოვა იმისი, რასაც ვღებულობ ჩვენ საკვებიდან და რომელიც ძალიან შემცირებულია, ხო, ეს ინგრედიენტები, საკვები, იმასაც კი ვერ შეიწოვს კუჭნაწლავის ზედაპირი ასეთი დაბინძურებული ორგანიზმის ფონზე და ამიტომაც არის, რომ უკმარისობაც და პლუს ამას ტოქსინების ზემოქმედება იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას და კუჭნაწლავის სისუფთავე, მისი კარგი რეგულარული მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მისი როგორ გითხრათ მონელების პროცესების მოწესრიგება და მონელების პროცესები, იმიტომ რომ საკვები ბოლომდე რომ მოინელოს, ხო, და რაც ასათვისებელია აითვისოს, რაც ცუდია ის გამოიყოს, ამისთვის საჭიროა სასარგებლო ბაქტერიებს ეძახიან, ეს არის ბიფიდოლაქტობაქტერიები, მათ ორგანიზმში წარმოქმნის იგივე ბუნებრივი ბოჭკოები, ინულინის სახით, სხვა ბოჭკოებიც, ხო, ეს ბოჭკოები თან წმენდნენ კუჭნაწლავის ლორწოვანს, გამოაქვთ ეს ტოქსინები და პარალელურად არიან საკვები, ნიადაგი, განსაკუთრებით ინულინი, პრებიოტიკია უფრო სწორედ ეს ინულინი, რომელიც უკვე ამრავლებს და თავის ნორმამდე მოყავს ეს სასარგებლო ბაქტერიები და ამ პროცესს ხო ვიცით ჩვენ დისბაქტერიოზი ყველასთვის ცნობილი ტერმინია, რომელიც ზუსტად ამას ასახავს, რომ მონელება არ მიდის ბოლომდე და ეს იწვევს თავისთავად ალერგიებსაც, ეს იწვევს ძალიან ბევრ ასეთ ინტოქსიკაციას ორგანიზმში და სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის წყობრიდან გამოსვლას და როცა ამას ვაწესრიგებთ ბაოპლუსის მეშვეობით, ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში ჩაერთვება აი ამ სისტემაში, რასაც ქვია ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. ანუ ორგანიზმი იბრუნებს თავის ფუნქციას
თავის ბუნებრივ რესურსებს, იმუნიტეტს, რომ ეს იმუნიტეტი იყოს ისეთი, რომ ყველანაირ ინფექცია იქნება, ვირუსი იქნება, ამას გაუმკლავდეს და ძალიან ბევრ პროცესზე იმოქმედოს დადებითად. და სწორედ აი ასეთი ბუნებრივი რესურსების მობილიზაცია ხდება ბაოპლიუსის დროს. ბაოპლიუსი ბავშვების ასაკში შეიძლება, თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, წლამდეც შეიძლება, თუ არა და 2 და 3 წლიდან ყველა ჯანმრთელ ბავშვს ჭირდება ბაოპლიუსი და ეს ლივთან ერთად, რა თქმა უნდა, ლივით შეიძლება ბავშვებში შეიძლება ომეგა-3 სტემის გარდა, ორი სტემის გარდა და კოლაგენის არ არის საჭირო 20-დან 25 წლიდან იწყება კოლაგენის დეფიციტი. ანუ ეს ამ პროდუქტებიდან ბავშვობის ასაკში რაც არის გითხარით და ძალიან ბევრი შედეგები არის ბაოპლიუსზე, როგორ მოწესრიგდა კუჭნაწლავი, ქრონიკული კოლიტი, მშრალი კოლიტი, როგორ მოწესრიგდა. შემიძლია გითხრათ, რომ შეიცავს კონჟაკის გლუკომანანს, რომელიც მისი ექსტრაქტის ფხვნილი მოცულობაში იზრდება წყალთან შეხებისას, სქელდება ხოლმე ეს ფხვნილის სახით რო არის და ის იკავებს ადგილს ჩვენს კუჭში და კუჭიდან მოდის მერე დანაყრების შეგრძნება, როცა კვებას იწყებ, დანაყრების შეგრძნება მალე მოდის. ამ მარტო ეს რომ იყოს, ესეც ხელს შეუწყობს წონის კორექციას, მაგრამ ზოგადად ბაოპლიუსი ხელს უწყობს მთლიანად ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლურ ცვლას და ამითაც წონის კორექციაზე მუშაობს. არის პარადოქსია, მაგრამ შეიძლება ვიხმაროთ როგორც ჭარბწონიანებმა, ასევე ვისაც აკლია წონა, ხო? ბევრი არის ესეთი, რომელსაც პირიქით წონაში მატება უნდა. აქ მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ჭამამდე, როცა იღებ, მუშაობს წონის დაკლებაზე და ჭამის მერე როცა იღებ, პირიქით ანუ ვისაც ჭირდება, ხო, უმადობის დროს, მადა ემატება, მეც ჭამს, კარგად ინელებს და კარგი წონაში მატებაც მოდის. აი ეს ხო, ისეთ ამინომჟავებს შეიცავს, 8 შეუცვლელი ამინომჟავა შედის ამაში. ბაობაბის ნაყოფი თვითონ არის არაჩვეულებრივი წყარო ყველა ვიტამინის, მინერალის და ამინომჟავების და ამითი ის მოქმედებს, როგორც სუპერხილია ცნობილი ხილთა მეფე, ის მოქმედებს, რომ მიეწოდოს ყველა ორგანოს თავისი და სახსრებში, როცა არის პროცესი, ანთებითი პროცესი, სახსრებში, როცა არის ხრტილის განლევას, ნაპრალთა შუა სითხის შემცირება, ხო? ამის აღდგენას ხელს უწყობს აი ეს ამინომჟავები, რომელიც აქ შედის და ამავე დროს ძალიან ბევრი ამბობს, რომ ართრიტების ართროზების დროს ტკივილი მალე გაუქრა, ტკივილს იწვევს ანთება, ხო, ანთებაზე მოქმედებს დამატებით შტოშის შემადგენლობაც ამაში, აცეროლას შემადგენლობა, ასევე დიდარია C ვიტამინი, C ვიტამინი იმუნური სისტემისთვის საჭიროა, ყველა ვიტამინი არის ამ პროდუქტში, რომელიც კი ჭირდება ჩვენს ბავშვებსაც, მოზარდებსაც და საბოლოო ჯამში მომხმარებელთა უამრავი შედეგი გვაქვს ამ კუთხით, რომ ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ რა პანაცეაა, რასაც სასწაულს რო ეძახ, მართლაც რომ პანაცეა არ არის, რა თქმა უნდა, როგორც ავხსენი, ხო, ანუ მექანიზმი როგორ მუშაობს, ხო, მაგრამ მართლაც აკეთებს იმას, რასაც ვამბობთ და შეიძლება იმდენს ვამბობთ, რასაც აკეთებს, ხო? აი ეს შემიძლია გითხრათ და ზოგადად აი ეს პროდუქტები ჩვენს ოჯახში უნდა იყოს განსაკუთრებით ბაოპლიუსი, როგორც სასწრაფო დახმარება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ოჯახში უნდა idოს, იმიტომ რომ ბავშვებშიც შეიძლება დაგჭირდეთ უცებ რაღაცა მომენტში, განსაკუთრებით თუ ინტოქსიკაციებია და მოწამვლას რო ეძახიან და საავადმყოფოში რომ მიაქანებენ ადამიანები გადასხმებს რო უკეთებენ, შეგვიძლია ბაოპლიუსით ჩვენ ეს მოვაგვაროთ სახლის პირობებში. და უამრავი კიდევ ამისთან რამეები, რომელიც იმ თქვენს მომწოვებს, ახლა ვინც სტუმრები ხართ, გაწუხებთ რაღაც პრობლემები, ხო, ჯანმრთელობის, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამ თქვენს მომწოვებს და გააკეთოთ, ანუ ისინი მოგაწოდებენ თქვენ რაც გაინტერესებთ იმ კუთხით, იმ შედეგებს, იმ მომხმარებლებისას, რომელსაც თქვენი მსგავსი პრობლემები გქონდათ. ბოლოს დავამთავრებ მედია იმითი, რომ მე მოწოდებები არ მიყვარს ადამიანმა მიიღოს უნდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის
დონეზე უნდა თვითონ გადაწყვიტოს არის ეს მისთვის აუცილებელი, საჭირო, სასარგებლო, ხო? ამიტომაც ინფორმაციის მიწოდება არის ჩვენი მოვალეობა და დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ თქვენგანზე და საქართველოში საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა, მინდა გითხრათ და განსაკუთრებით ქალების, დიასახლისების, ბებიების, ბაბუების, დედების, ხო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოჯახში კომფორტი გქონდეთ, ბავშვებს არ მოაკლდეთ არაფერი, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არის დეფიციტში, მინდა გითხრათ, საქართველოში ძალიან ბევრ ასეთ ადამიანს შევხვედრივარ, რომ მე არა, მაგრამ აი შვილს, იმ დას, ძმას, დედას, მამას, ხო, ესეთი საუბრები გქონია, იმას ჭირდება და ამ დროს თვითონ ჭირდება ყველაზე უფრო და თვითონ შენ როცა ოჯახში თავარი ხარ, წამყვანი ხარ, ხო, შენს ოჯახში შენზეა დამოკიდებული შვილებიც, ყველა ირგვლივ გარშემო მყოფები, შენ უნდა იყო ჯანმრთელი, შენ უნდა ასხივებდი ამ ჯანმრთელობას და მერე დანარჩენებს, რა თქმა უნდა, გადასცე იგივე შენი გამოცდილება და შენ თვითონ გახდე მათთვის მოტივატორი, რომ თვითონაც მიიღონ ეს პროდუქტები და იზრუნონ ჯანმრთელობაზე და პირველ რიგში რომ თქვენ აი ქალებს მივმართავ, განსაკუთრებით ეს ჩემი სუსტი წერტილია ყოველთვის, რომ ქალებს მივმართავ, რომ ძირითადად ხო, აი მერე და მერე როცა ეს ჯანმრთელობის პრობლემები მომრავლდება და უფრო მეტი და მეტი ჯანმრთელობის პრობლემა გექნებათ, ხო? თქვენ შვილებს ეს წინ დახვდებათ. დღეს შეიძლება არა, მაგრამ მომავალში დახვდებათ წინ და მათ მოსავლელი გავხდებით. მათ უნდა დახარჯონ თქვენზე უამრავი თანხები გამოკვლევებში, წამლებში, ზოგჯერ ერთმანეთს აგიფაროთ და ოპერაციაში და უამრავი ხარჯები მოსდევს ამას, ხო? აი დღეს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ და დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა და თუ რამე კიდევ დამატებით გჭირდებათ რამე კონსულტაცია, რეკომენდაცია, ხო? ამისთვის ჩვენ ყველანი მზად ვართ. მე თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას და საკუთარი თავის წინ დაყენებას, აი ეს მინდა ბოლოს თქვა და დაგემშვიდობოთ ამით, იმედია.